საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ელექტრომობილებს, ამ ბაზრის მოცულობა რომ იზრდება, ეს რიცხვებშიც კარგად ჩანს. მხოლოდ 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში 650-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 30%-ით მეტია. ამ ტიპის ტრანსპორტზე მოთხოვნის ზრდის მიზეზი საწვავის მკვეთრი გაძვირებაა. ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, ამის პარალელურად კი აქტუალური რჩება დამტენების ინფრასტრუქტურის გაუმართავობის პრობლემა. ეს კი ბაზრის მოცულობის ზრდას აფერხებს. რუსთავის ავტობაზრობაზე 5000-მდე ავტომობილს შორის ელექტრომობილებს ახლა უფრო ხშირად შეხვდებით. 2022 წლის 9 თვეში საქართველოში 650-მდე ელექტრომობილი შემოვიდა. ეს რიცხვი კი 2021-სა და 2020 წლების ერთად აღებულ მაჩვენებლებს აღემატება. ელექტრომობილებზე მოთხოვნა ძირითადად საწვავის ფასების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. ძირითადად შეიძლება ეს იყოს საწვავის ფასების ზრდა, რომელიც უეცრად საკმაოდ გაიზარდა და თვითონ მომხმარებლების შეფასება და ნდობის გაჩენა ელექტრომობილებისათვის. ელექტრომობილების მფლობელებს შიდაწვისდრავიანი ავტომობილების მფლობელებისგან განსხვავებით 3-ჯერ ან 5-ჯერ ნაკლები ხარჯი აქვს ყოველწლიურად, ვიდრე შეიძლება გქონდეთ, როდესაც იყოლიებენ შიდაწვისდრავიან ავტომობილებს. მოთხოვნა წამოვიდა საზღვარგარეთიდანაც, ან როგორც იცით, საქართველოს ერთგვარი ჰაბია საავტომობილო რეგიონში და თუ აქამდე ვთქვათ რეგიონში არ ყიდულობდნენ ჰიბრიდულან ელექტროავტომობილებს, ეხლა ეს ტენდენცია შეცვლილია და მათი მხრიდანაც მოთხოვნა წამოსულია, რაც ავტომატურად აისახება გაყიდვებზე და იმპორტზე. ელექტრომობილების ბაზრისთვის წლევანდელი წელი კიდევ ერთი მიზეზითაა განსხვავებული. თუ გასულ წლებში ამ ტიპის ტრანსპორტში ყველაზე დიდი პოპულარობით ბიუჯეტური Nissan Leaf სარგებლობდა, ახლა მას ლიდერის პოზიცია პრემიუმ კლასის Tesla-ს ბრენდის ავტომობილმა ჩამოართვა. მეორე ადგილს Volkswagen-ის მწარმოებელი ელექტრომობილი იკავებს. ელექტრომობილის ღირებულება მერყეობს დაახლოებით $5,000-დან დაახლოებით 80-90000 დოლარამდე. ეს დამოკიდებული არის მწარმოებელზე, დამოკიდებული არის ეს მანქანა არის ახალი თუ მეორადი და დამოკიდებული არის მის რეინჯზე, ასე ვთქვათ. ანუ რამდენი შეიძლება გაგატაროს ერთი დამუხტვით. როდესაც უფრო ძვირიან ავტომობილს ყიდულობთ, ეს შეიძლება გაითვალოს როგორც ძელვადიანი ინვესტიცია, რადგან ეს რესურსი, რომელიც ამ მანქანას გააჩნია, არის მრავალწლიანი და დაახლოებით 8-10 წლის განმავლობაში შეიძლება მანქანის ექსპლუატაციაში არანაირი პრობლემა არ შეგექმნას და მხოლოდ ელემენტარული ცვეთარი ნაწილები გქონდეს გამოსაცვლელი. დადებითი ტენდენციის მიუხედავად საზოგადოების ნაწილი ამ ტიპის ტრანსპორტის შეძენისგან თავს იკავებს. მომხმარებელთა ქცევას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ქვეყანაში დამტენების ინფრასტრუქტურის გაუმართავობა. ელექტროავტომობილების ბაზარი ჯერჯერობით არ არის ისე განვითარებული, რომ მოდელების არჩევანი არის ძალიან მცირე. ჩვენთვის საქართველოსთვის და ქართველი მომხმარებლისთვის ელექტროავტომობილი საყიდლად არ ითვლება ბიუჯეტურად, იმიტომ საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს. კი ის გრძელვადიან პერიოდში იძლევა ეკონომიას, თუმცა ერთჯერადად საკმაოდ დიდი ინვესტიციის ჩადება უწევს ადამიანს. ამას გარდა არჩევანია ძალიან ცოტა. ერთია შევიძინოთ ელექტროავტომობილი, მეორეა როგორ დახვდება ინფრასტრუქტურა, მას რომ ის ექსპლუატაციაში არ იყოს გამართლებული. ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად ქართულ ბაზარზე პოპულარობას მაინც შიგაწვისდრავიანი ავტომობილები ინარჩუნებს. 1,5 მილიონიან ავტოპარკში ელექტრომობილების რაოდენობა მხოლოდ 3000-ია.